აქედან მოისმენთ. დიახ. ხმა არ ისმის თუ არ ჩართავთ, მოგესალმებით. ახლა ისმის ხო ხმა? მოგესალმებით. გაფრთხილება უკვე გაკეთებულია თქვენ თავისუფალი თხრობის რეჟიმში 26 მაისზე და ჟურნალისტურ თავისუფლებაზე რომ ისაუბროთ იმ პერიოდში რა და როგორ ხდებოდა თქვენს თვალწინ იყო ეს ყველაფერი. ესე იგი, მე ვიდრე 26 მაისს შევეხებოდა 2 წუთით მინდა მივიპყრო თქვენი ყურადღება. პირველი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოგესალმები და მადლობას გიხდით თქვენ პირადად თითოეულ თქვენგანს, იმიტომ რომ ბეკამ სწორად აღნიშნა ის რაც ამ კომისიის მთავარ ფუნქციად მიმაჩნია მე პირადად არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ მომავალმა თაობებმა დღესაც, ხვალაც და მომავალშიც თვალნათლივ მოისმინონ, რაც არ უნდა ტრაგიკული და მძიმე მოსასმენი იყოს და სანახავი იყოს ყველა ის ისტორია, რომელიც თუნდაც პირდაპირ ეთერით გადაიცემა თქვენი კომისიის მსვლელობისას, იმიტომ რომ დღეს სათქმელად ადვილია, სხვათა შორის გუშინ ქალბატონი თიას ხელმოწერელი მოწვევის ფოტოსკრინი დავდე სოციალურ ქსელში და ერთ-ერთმა ჩემმა Facebook მეგობარმა ასეთი კომენტარი წამიწერა. კარგით რა, კარგით, ამაზე უარესების გვინახავს. მე არ ვამბობ 26 მაისი, ის რაც 26 მაის 2011 წლის მოხდა ჭიპია, რაღაცა დედამიწის და რაღაცა ახალი აღმოჩენაა და ყველაზე უარესია თუ კი რამე მსოფლიო ისტორიაში მომხდარა, მაგრამ სათქმელად ადვილია, იცით, რომ აი იცი რა, ამაზე უარესების გვინახავს. კი, ამაზე უარესი მინახავს მე პირადად 2007 წლის 20 მაისს, როდესაც 5 წუთით გამომცემლობიდან ფეხით გავიქეთ შანიძის ქუჩის კუთხეში, სადაც 5 წუთის გარდაცვლილი მიწაზე ეკდო აკადემიკოსი გურამ შარაძე. როდესაც დღევანდელ დღეს გურამ შარაძე მოკლეს, დახვრიტეს სწორედ იმიტომ, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მამული ენასარწმუნოება. დიახ, ამაზე უარესი იყო, რაც თუნდაც გიორგი აბდალაძემ მოყვა და თუნდაც ირაკლი გედენიძემ მოყვა. ამაზე უარესები იყო, რაც თუნდაც სულხან ულაშვილის მამამ მოყვა და ამაზე მეტი, კი, 26 მაისს მე ცოცხალი ვარ და მაპატიე თუ მარკ ტვენის სიტყვებით ვიტყვით, მომიტევეთ რომ ზედმეტი აღმოჩნდა ცნობები ჩემი გარდაცვალების შესახებ. ცოცხალი ვარ, კი, და ჩემზე უარესები ხდებოდა და ბექაზე უარესები ხდებოდა. და 2003 წლის 23 ნოემბრის მერე დღიად გათენებულა ქვეყანაში, როდესაც ან ვიღაცა ოჯახიდან არ გამოეგდოთ, სოლშვილის წინაშე არ დაემცირებინათ, მეზობლების წინაშე არ დაემცირებინათ, არ ეცემათ, არ მოეკლათ, ციხეში და ნაკლები ხდებოდა. კი, მადლობა სააკაშვილს და მერაბიშვილს. ციხეში ეს ჩამსვეს, არ ჩამსვეს. და შორიდან მიულიდნენ გვერდს მეც ჩემს კოლეგებსაც. კი, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ამ ჩემი განწყობით პასუხს ვცემ ყველა იმ არამკითხეს, რომელმაც თუნდაც გაიფიქროს, რომ იცი რა, ამაზე უარესებიც ხდებოდა. რა თქმა უნდა, ამაზე უარესებიც ხდებოდა და ესაა სწორედ ამ ქვეყნის უბედურება, რომ ამდენი წლის განმავლობაში ქვეყნის სათავეში იყვნენ ჯალათები და ნამდვილად ამაზე უარესები ხდებოდა. შემდეგ მეორე, სხვათა შორის ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა, მაშინ თქვა, რომ 26 მაისი იყო ყველაზე გადამწყვეტი ფაქტორი, როდესაც მე გადავწყვიტე პოლიტიკაში შემოსვლაო და ალბათ ამისთვის მადლობა უნდა უთხრათ მერაბიშვილს და სააკაშვილს, 26 მაისი მოაწყეს, იმიტომ რომ სწორედ იმ დღიდან მოხდა ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში და მას მერე სწორედ რაღაცა დარეგულირდა ამ ქვეყანაში და რაღაცა მშვიდობის სუნი დგას უკვე ქვეყანაში და რაღაც ბუჩად და მარიუპოლად არ არის ქცეული ეს ქვეყანა. სხვათა შორის მე დღეს წამოვიღე აი ეს ორი გუშინ ქალბატონმა თიამ ახსენა რაღაცა პლასმასის ხელბოთკილები. აი ეს არის ხამუთები, ეგრეთ წოდებული მანქანის ხამუთები და ეს ზუსტად ის ხამუთებია, რომელთაც მე და ბექა ვიყავით დაბმულები. აი ამ ხამუთებით ვიყავით დაბმულები და დღესაც სხვათა შორის ოფისში მიკიდია კედელზე, რომ ახსოვდეს საიდან მოვდივარ. რომ ახსოვდეს ის ტკივილიც, შეიძლება სადისტი ვარ და საკუთარ თავს რაღაცა განაჩენს ვუტან, მაგრამ ეს უნდა მახსოვდეს მეც, იმიტომ რომ ეს ხალხ სხვათა შორის რეპორტიორში გია ბარამიძე მოვიდა პრესკონფერენციაზე და ეს რა არისო? ეს მე ვთხარი შენი ჯალათური რეჟიმის ნამოქმედარია მე ვთხარი. აი აქ კედელზე მიკიდია რომ შენნაირები როცა მოვლენ, თვალნათლივ ნახონ რა არის კედელზე, რა მიკიდია და რითი იყვნენ ადამიანები დაბმულები და როგორ აწამებდნენ, არა მხოლოდ 26 მაისს, მაგრამ 26 მაისი და კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ახლა მე თქვენ დაგირიგეთ გაზეთი, ჩვენი გაზეთია, სადაც შავით თეთრზე წერია. ეს არის 2011 წლის სექტემბერში უკრაინული მედია საშუალებისთვის სევოდნია უა არის მიცემული ინტერვიუ ბატონი სააკაშვილის, სადაც სიტყვით წერია.
ყოველ ჯერზე ჩვენი პოლიციელების დონე იზრდება. ამჯერად ისინი გაცილებით პროფესიონალურად მოქმედებდნენ ვიდრე 2007 წელს. თუ კი მომავალ წელსაც ასეთი რამ იქნება და ალბათ იქნება, ისინი გაცილებით პროფესიონალურად იმოქმედებენ. მიმაჩნია რომ სწორად მოვიქეცით. აი ეს არის სააკაშვილის განწყობა 26 მაისზე, ეს არის სააკაშვილის ციტატა, სიტყვა სიტყვით, რაც იმ პერიოდში 15 სექტემბერს გავსელდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ 2011 წლის და ეს იყო განწყობა სააკაშვილის. ეს არ არის ახალი ახლა აფრასიზების დახვრეტის ბრძანება პირადად სააკაშვილმა გასცა, პირადად მერაბიშვილმა გასცა, თქვათ ვიღაცების ჯალათურად და სადისტურად წამების ბრძანება, ვიღაცა ახალაიამ გასცა ვიღაცის ბრძანება სადისტურად. ესეც ერთ-ერთი ნიმუშია სააკაშვილის სადიზმის, როცა 2011 წლის სექტემბერში ღია ცალსახა დაუფარავად თქვა რომ აი 2007 წელს რაც მოხდაო და 2007 წელს ყველა ვიცით რაც მოხდა 7 ნოემბერს. იმაზე უარესი მოხდაო და იმაზე უკეთესად მოიხსნო პოლიციელებიო, როდესაც აი ესე დაასახის ეს ხალხი და ბეკამ სწორად ხო ყულფი შექმნეს, რათა ვერავის ვერ დაეღწია იქიდან. ეს არის მთავარი ამოსავალი პრინციპი და ეს არის სწორედ ამ კომისიის მადლობის სათქმელი, მთავარი მიზეზი რომ ეს თვალნათლივ დავანახოთ იმ თაობას დღეს ოლეოლეს რო გაყვირიან. ოლეოლეს გაყვირიან და მორალს მიკითხავენ აქ მეც და ჩვენაირებსაც რა გაგიკეთებიათ, ამაზე უარესების გვინახავს, კი? ოლეოლეთი არ არის და სხვათა შორის გუშინ კიდე ერთმა მგოსანმა წამოყო თავი და წაიფოსტხიალა რაღაცა იქ ნაძირალა ბუღაძეზე მაქვს საუბარი, როცა ქალბატონ ნონაზე რაღაცა მაინც კბილი გაკრა, რაღაც ავისებუდათ, რაღაცა ეს ჯალათურად რაღაცა კბილი გაკრა ნონა გაფრინდაშვილს, რომ თურმე საბჭოთა მენტალიტეტის ნონა გაფრინდაშვილია და ის რაღაცა სისულელეები იბჟუტურა, კი? ნონა გაფრინდაშვილი, რეზო ესაძე, ია ბუჟანაძე, ვენაცვალე, ნაწამები და ნატანჯი ხალხი, იმიტომ რომ მე ვარ ამაყი, მე რა ჟურნალისტი ვიყავი, თანამოაზრეც ვიყავი მათი და მეგობარიც ვიყავი და უმცროსი და თანამებრძოლიც ვიყავი სწორედ იმ წლებში სააკაშვილთან ბრძოლის პერიოდში. და თითოეული მათგანი იყვნენ ჩვენთვის საამაყო, ჩვენთვის. გურამ ფისხალოვაც ხონებული. ლუკა ავიღოთ, სოსო ჯაჭვლიანი ავიღოთ, რამდენი ცოცხალი, რამდენი გარდაცვლილი. მე ამაყი ვარ ამ ხალხთან ურთიერთობაზე და დღეს ლაშა ბუღაძე გამოდის და მოდალს მიკითხავს. და ეგ დადიან ქუჩა-ქუჩა დაძეწიან და სპექტაკლებს მიმართავენ. და ამით დღეს ნებისმიერი მსახიობი. მე ვამბობ, კი, აი იგივეს ვიტყვი ახლა და სხვათა შორის შარშა ნოემბერშიც საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამაც თქვა და გამოვხატეთ ჩვენი ასე ვთქვათ წუხილი თუნდაც გურამ როგავას ამბავზე იმ გადაცდომებზე რაც მოხდა თუნდაც იმ მაგათ შხლაზეზე თავდა გამოვიდეს ნებისმიერი დღეს ეს ნაძირალა ნაცი და მითხრას ანალოგიურად თუ გაუპროტესტებია სააკაშვილის რეჟიმში თუნდაც შემიდა ბექას დარბევა თუნდაც გამომცემლობა სამშობლოდან გამოყრა ჟურნალისტების და წეგან ბატონმა ილიამ კითხა ბექას სხვა კოლეგებისგან თუ გქონია თუ მხარდაჭერაო ვიღაცა შეიძლება მოეწონოს ვიღაცას არა ირმა ინაშვილი ბონდო მძინარაშვილი ნინო ჟღარკავა აი ეს ხალხი და ცხონებული ლევან ჩხაიძე ჯაკო რომლებიც დილიდან ვიაიკლო ჩემი ტელეფონი და ეხლა უსამართლობა იქნება არ ვთქვა თუმცა ჟურნალისტიკაში აღარ იყვნენ იმ პერიოდში არც ინგა გრიგოლია და არც გიორგი თარგამაძე მათი მორალური მხარდაჭერაც მახსოვს თუმცა მათ უკვე ოპოზიციური პარტია ჰქონდათ მაშინ შექმნილი და ისინიც პოლიტიკურ მოძრაობაში იყვნენ და არა პროფესიულ მოძრაობაში დანარჩენები არ იყვნენ ჟურნალისტები ვანო მერაბიშვილის სახლები და ქონებები იგივე შაშკინის იგივე ვინმეს გაუშუქებია დღეს მორალს გვიკითხავენ არა მაშინ იმათი ჯიბით ფინანსდებოდნენ და იმათი ხელის ბიჭები იყვნენ და ხელის ბიჭებად იყვნენ ქცეულები და დღესაც კი ტელეეთერებში შედან ახლა ჟურნალისტიკა გიამ კარგად თქვა წეგან იაკობაშვილმა და სხვებმაც ჟურნალისტებმა ჟურნალისტიკა არის ეს დიდი ოჯახი სადაც ყველამ ყველაფერი ვიცით ვინ რითი ცხოვრობს ვინ რითი იხარშება მორალის კითხვა შეეშვან უმჯობესია ისე ოლე-ოლე იმღერონ და საკუთარ სოროებში შეძვნენ ისევ ჯობია და გადაცემების მომზადებას და რაღაცა დამონტაჟებული კადრებით манипуლირებას და ხალხზე ჩირქის მოცხებას ეს ჯობია და რომელი ერთი იყო რომელი გამოვიდა და რომელმა აღიმაღლა ხმა ძალიან მაინტერესებს ან ბექასივსივაძის ან გიორგი მამაცაშვილის ან გამომცემლობა სამშობლოს თემაზე რომელმა ჩირგვებში იყვნენ მაშინდელი იმედი სხვათა შორის კი იმედი იყო სააკაშვილის ჯიბის ტელევიზია მაშინ და რუსთავი ორი და სხვაც მაგრამ ჟურნალისტები ხო იგივენი იყვნენ შეშინებულები იყვნენ მე არავის არ განუსჯი მე არ ვარ შურის მაძიებელი კაცი და არ მინდა რომ ან ჩემი ან ბექას ან ვინმეს ნათქვამი ვიღაცამ შურის ძიების წყურვილით გაჯერებული ადამიანების ნალაპარაკებად ნაზრევად აღიქვას მაგრამ საზღვარია ყველაფერზე რაღაცა პასუხისმგებლობა ვიღაცამ უნდა იგრძნოს ამ ქვეყანაში თუნდაც ჟურნალისტების წინაშე და სხვათა შორის იგივე 26 მაისს ბევრი ჟურნალისტი იყო ნაცემი მარტო მე და ბექა არ ვიყავით თუმცა ყველაზე მძიმედ მე და ბექა ვიყავით ამასაც ღიად ვიტყვი სხვა ჟურნალისტებიც იყვნენ ნაცემები ზოგმა მაგალითად კამერების ანაზღაურების სანაცვლოდ გამოიტანა საჩივარ
სასამართლოდან ზოგმა სხვა მოლაპარაკებების და გარიგებების შედეგად გამოვიტანა საჩივარი. ბევრმა აზრი არა აქვს და აღარ ჩათვალა გაგრძელება ამ პროცესის, მაგრამ მე და ბექასიუსივაძე ვიყავით. დიახ, როდესაც ევროკომისარმა ბაროზომ განაცხადა ჩვენ შესახებ და დაგმო, ასე ვთქვათ, ჩვენი დარბევა და სტრასბურგში მე და ბექა ვიყავით. ერთადერთები, რომლებმაც საჩივარი გავაგზავნეთ. მაშინ ქალბატონი მანანა კობახიძე, ლია მუხეშავრია და ეკა ბესელია იყვნენ ჩვენი ადვოკატები. კი, ეს დროც მახსოვს მე. მაგრამ სხვებს ავიწყდება და ალბათ სწორედ ეს ამ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ კომისიაზე ჩვენი ჩემნაირების, ბექასნაირების და სხვა ნაწამები და ნატანჯი ხალხის პოზიციის გაჟღერებაც, რომ ყოველდღე ვუკიჟინოთ ამ ხალხს და ყოველდღე ვუთხრათ, რომ აი ეს არის ჩვენი ისტორია, აი აქედან მოვდივართ. და ეს არის მთავარი. თორე მე ისიც ვიცი, რომ სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ 2011 წლის ივნისში იყო ასეთი პროკურორი დავით ბაინდურაშვილი, რომელიც მართლა გულისხმიერად მოეკიდა მაშინვე საქმეს და იმ პერიოდშივე თუ მე რა თქმა უნდა თაროზე შემოვიდა, მაგრამ პირველადი დამოკიდებულება მაინც თავარია, ხო? დავით ბაინდურაშვილის შემდეგ იყო სხვადასხვა პროკურორები იყვნენ, ინიციებდნენ ამ საქმეს, რა თქმა უნდა, არაფერი არ გამოძიებულა. ვანო მერაბიშვილის საქმეზეც მოწმედ ვიყავი ამ 26 მაისის თემასთან დაკავშირებით გამოძახებული და იქაც ვთქვი. და სხვათა შორის ამ გაზეთში ვსვამ და დღესაც, როგორც 2011 წლის 26 მაისს დაზარალებული, ვსვამ კითხვას. ორი კითხვა მაქვს, ერთი ვანო მერაბიშვილთან განაცხადოს ვანო მერაბიშვილმა დარბევის ბრძანება უშუალოდ მან გასცა თუ სააკაშვილმა გასცა. და მეორე, რატომ არ არის დღემდე და ეს კითხვა მე საკმაოდ მნიშვნელოვანი კითხვად მიმაჩნია, რატომ არ არის დღემდე ბრალი წაყენებული მიხეილ სააკაშვილისთვის 26 მაისის საქმეზე? რატო? და უფრო მეტიც ჯონ ბასი იყო ეს ტესტი, მაშინ ელჩი იყო ამერიკის, ეს ტესტი ხელშემწყობი, სწორედ ჯონ ბასი გახლდათ აი ამ დარბევის. და ამერიკის საელჩოში განთავსებული მონიტორებზე ღია ეთერში უყურებდნენ, როგორ ხოცავდნენ და ჟლეტავდნენ ხალხს. და დათო გუშინ კარგად ყო ჭიჭინაძემ, ქალბატონი ნონაშვილმა, როგორია დაივიწყო ეს თემა. როცა ყოველდღე ნაიარებს უყურებს სახეზეო. ძნელია ამ თემის დავიწყება. დღეს ადვილია ესე ვისხდე და ვიმსჯელო და კი საუბრობ და ამდენი ხანია 26 მაისი, აი ვირიდებ რაღაცა ხო არის გონებაში რაღაც გიტივტივდება და აი ასკროლავ ხოლმე ეგრეთ წოდებული ტერმინი თუ ვიმსჯელებთ, რომ აი უვლი გვესს. ძნელია გვესდისაულ ამ ყველაფრისთვის. იმიტომ ყოველდღე გვახსენებს თავს ის ტკივილი. იმ ადგილზე ვერ გავდიოდი თვეობით. იმ ადგილზე უშუალოდ დღეს თავისუფლების მოედნის მეტროს სიახლოვეს. ვერ ვუახლოვდებოდი იმ ადგილს. ტკივილი გვეწყებოდა და დღესაც კი ფსიქოტროპულებს ავსავთ GCRT-ის დანიშნულს. იმიტომ რომ კიდე რაღაცა გამოკვლევებს გავდივართ და კიდე არ არის მწყობრში ის იმდენი დაჟეჟილობა მქონდა, იმდენად მძიმე ტრავმები მქონდა თავში მე პირადად. რომ დღესაც კი ამ ტკივილებით მოვდივარ. ვინმეს ვუკითხავ საერთოდ როგორ მოვდივართ, როგორ და იმაზე ერთი თავში ჩასწმას და იმაზე ხდიან სალაპარაკოს. არასდროს ასეთ მომიტინგეს ოლე არ უკადრია და არ უმღერია. ასეთ მომიტინგეს ტყუიანფრქვევიას და სჭერია ხელში მაშინ. მე არ ვერევი მათ პოლიტიკურ ნაწილში. მე როგორც ჟურნალისტი ესე ვამბობ, თორე მიტინგების მეტი რა მაქვს ნანახი. ლანჩავას ჯარებს და იმებს გადაუხში 92-ში და იოსელიანის და მხედრიონის შემოტევებს. როცა 14-15 წლის ბიჭი ფოტოაპარატით ხელში დავუბრუნდი, მიტინგებს ვუღებდი. და იმ პერიოდიდან გიორგი კალანდია და მე ერთად მოვდივართ იმ პერიოდიდან და გიორგიმ თქვა კარგად, დღეს სად არიან, ჩირგვებში ვერ არიან ეს ჟურნალისტები, მაშინ სად იყვნენო 92-93 წლებში, როდესაც აი ამ ჯალათურ სცენებს გავდიოდით მე და გიორგიო, ჩემზე თქვა. და ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გიორგის. და დღეს მიკითხავენ მორალს და ჟურნალისტიკაზე მელაპარაკებიან და მაღალ მატერიებზე. არ არის ჟურნალისტიკა ეს, არ არის ეს არც პოლიტიკა და არ არის არც ეს ზნეობა, როცა ამ კუთხით და ამ ფორმით უნდათ ჩვენისთან ადამიანების ან გაჩუმება ან რაღაცა ეგრეთ წოდებული დაბულინგება. ეს არის ჩემი სათქმელი. თუმცა ბატონმა ალეკო მიკითხა და მე ბატონმა თენგიზმაც ეს არ დაწყებულა 2011 წლის 26 მაისს. ეს დაიწყო გაცილებით ადრე. ეს დაიწყო 2003 წლის 24 ნოემბერს, როდესაც სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვა ნაძილები უნივერსიტეტის ბაღში მოვიდნენ და იქ მორალის კითხვა გადაწყვიტეს სტუდენტებისთვის და სხვათა შორის მე და დაჩისაგურია ვიყავით პირველები და ერთადერთები, ვისაც სააკაშვილმა ხელი უქნია იმ დღეს უნივერსიტეტის ბაღში. ამის შემდეგ მოხდა უკვე გაგრძელება, შემდეგ იქ იბერიის დახურვა, სხვადასხვა შეტევები, ირაკლი იმნაიშვილის გადაცემის დახურვა პირადად ბოკერიას ბრძანებით და ბოკერია ასთამაზე არ არის დაკითხული, ისევე როგორც არ არის დაკითხული სულხან მოლაშვილის ჩვენების ობაზე ბოკერია, როდესაც პირდაპირ დაადო ხელი წამებაში. 2007 წელი შემდეგ 2007 წელს პრაქტიკულად შარაძის მკვლელობით დაიწყო უკვე ღიად მორალური შეტევა უკვე მედიაზე და რაღაც ცნობიერზე. როდესაც გამომცემლობა სამშობლოდან გამთენიისას გამოყარეს ჟურნალისტები. ასავალში უმუშაობდი მაშინაც.
და გამომცემლობა სამშობლოში ეს იყო მიზანმიმართული რომ ასავალი გაეჩუმებინათ. იმიტომ რომ სწორედ ასავალი იყო და ღიად ვამბობ, კი იყო სხვადასხვა გაზეთები, სხვადასხვა манипуляციებიც იყო, სხვადასხვა მედია საშუალებებში, მაგრამ ასავალი იყო ღიად ვამბობ, ერთადერთი გაზეთი, რომელიც ღიად დაუფარავად წერდა იმ ჯალათობებზე, იმ სადიზმზე, რასაც სააკაშვილის, მერაბიშვილის, შაშკინის, უგულავას, ახალაიას რეჟიმი ახორციელებდა, გოკა გაბაშვილი, კულტურის მინისტრი, შიმშილს კლავდა იგივე გოდეზე ჩოხელს. ყველა თემას ვეხებოდით აბსოლუტურად. მე ვწერდი უშუალოდ ამ ჟვანიას მკვლელობა. ვინ იძიებდა ასავალი, ცხონებული თიასათიანი იძიებდა, მე ვიძიებდი ჟვანიას მკვლელობას და კიდე რამდენიმე ჩემი კოლეგა. ეს იყო სწორედ მიზანმიმართული შეტევა იმ მედია საშუალებებს, რომლებიც არ ემოსჩილებოდნენ სააკაშვილის ხუშტურებს, რეჟიმს და ღიად ვწერდით, რომ ეს არის ფიურერი, ეს არის ჯალათი. და სწორედ აქედან იგივე გამომცემლობა სამშობლოდან რა, ვინმე დაგვიჭირა მხარი სამშობლოდან გამოგვაძევეს, კაციშვილს ხმა არ მოუღია. გიგი უგულავას ბრძანებით, ირაკლი მაკაცარიას ბრძანებით შემოვარდნენ გამთენის 5 საათზე სამშობლოში და სხვათა შორის იქ ვიყავით, ნომერზე ვმუშაობდით ხამე, ასავალის ოფისში ვიყავით და კონდახების ეს ტყმებით მაგორავის კიბეებზე პირადად მე. როდის მოხდა ეს რო აქვს? 2007 წლის 10 აგვისტოს. სამშობლოს რო თავს და სამშობლოდან დილის 5 საათზე. იყო თქვენი აზრი? ბატონო? მიზეზი რა იყო? მიზეზი იყო ერთადერთი, რამენაირად გაეჩუმებინათ მედია საშუალებები, აეკრძალათ მედია საშუალებები, გაეჩერებინათ, დაეთრგუნათ და ჩაეხშოთ თავისუფალი სიტყვა. იმიტომ რომ გამომცემლობაში იყო ასობით რედაქცია, 1000 ჟურნალისტი, მაშინ ტელეკომპანია კავკასიაც სამშობლოში იყო, ტელეკომპანია მირი ეგრეთ წოდებული. და სხვადასხვა გაზეთები, მაგრამ როგორი რაღაცა იცით, გლობალურად არის ბატონთენგი საუბარი, როდესაც შედიხარ გამომცემლობაში, კეტავ, არბევ, ყრი და ასობით რედაქცია სტოვებ ქუჩაში და ფანჯრებიდან ყრიდნენ მთელ არქივს. პირადი დავალებით, უგულავასი, გიორგი არავლაძე და ირაკლი მაკაცარიასი, პირადი. ეს იყო მიზანმიმართული შეტევა გამთენისა. შემდეგ იქ დევნილები შეუშვეს 2008 წლის, მანამდე ესევე იყო ეს შენობა ეგდო ეგრევე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილები შეუშვეს, შემდეგ ისინიც გამოყარეს და შემდეგ გაყიდეს უკვე ერთლარად მე მგონი თუ რაღაცა და გაკეთდა ახლა სტამბა. არავარ შესული იმ სტამბაში, დღემდე მიჭიც იქ და მე შიმშილობდი კიდეც აი ბატონი სოზარი მაშინ ეხლაც კიდევ ერთხელ უდასტურებ პატივისცემას და მადლობას ვუხდი, მაშინ სახლო დამცველი იყო და ეს მთავარ თემად იყო ჩემი ეგრეთ წოდებული кейსი თუ საქმე შესული მის ასე ვთქვათ დასკვნით ნაწილში, როდესაც გამომცემლობის წინ ვიყავი იქ შიმშილობდი და კაციშვილმა ყურად არიღო ჟურნალისტების პროტესტი და იქ ასეულობით რედაქცია იდგა და ჩემთან ერთად მხარდაჭერის მიზნით მთელი კვირაზე მეთხანს ქუჩაში ვეყარენით, რასაც ქვია და შიმშილობდი და მშრალ შიმშილობაზე ვგადავე, შემდეგ პატრიარქის თხოვნით შევწყვიტე შიმშილობა. აი ამ რეჟიმში გვიწევდა ცხოვრება და ერთადერთმა გიგი წერეთელმა იკარგა მაშინ მოსვლა, ერთადერთს ეყო ვაშკაცობა გიგი წერეთელი მოვიდა მაშინ, რომელმაც რაღაცა სოლიდარობა ნაკლებად, მაგრამ უბრალოდ რაღაც დაინტერესდა ამბებით. დანარჩენი ყველა ჩირგვებში დაიმალა. იმიტომ რომ მედიის თემა იყო ამათთვის უმთავრესი. მედია უნდა გაეჩუმებინა, რასი არ დაიწყეს. ერთი ტელეკომპანია, 202, იბერია, მზე, ირაკლი ინაიშვილის გადაცემა, ცალ-ცალკე სხვადასხვა გადაცემები. ეს იყო მთავარი მიზანი და მე გივით არგამაძე დარბოდა და შეკურა ფულით აჩუმებდა ჟურნალისტებს და სხვათა შორის იგივე იმედში რაც მოხდა რა. ამათ ინსპირებული არ იყო, როდესაც სახურავზე ავიდნენ და პროტესტი გამოუცხადეს მაშინ იმედის სარედაქციო პოლიტიკას მავანმა ჟურნალისტებმა. ესეც გეგმის ნაწილი იყო, იმიტომ რომ მედია უნდა ჩაეხშოთ, შარაძე უნდა მოეკლათ, უნივერსიტეტში პროფესორები უნდა დაეჭირათ და უნდა გამოემწყდიათ გიახუბუას რექტორობის პერიოდში და პოლიციური რეჟიმით უნდა ემართათ აკადემიკოსები და მხსოვანი პედაგოგები და მასწავლებლები. ეს იყო ამათი მიზანი, რომ ეს ცნობიერი დაენგრიათ. მადლობა. თუ თავი შეგაწყინეთ ბოდიში, მზად ვარ კითხვებს ვაპასუხო. დიდი მადლობა გიორგი, ძალიან ემოციური გამოსვლა იყო, მაგრამ იქნებ მაინც ცოტა უფრო ცლად რა ხდებოდა იმ ღამეს 26 მაისს. კი მოვისმინეთ ბექასგან, მაგრამ ცოტა თითქოს გვერდისავლა მომინდა ამ თემაზე, მაგრამ არ გამომივა, როგორც ვატყობ. არა, ერთადერთი მე ბექას ნათქვა, ბექამ იმდენად სკულპტუროზულად და დეტალურად ჩამოყალიბა. ერთადერთს დავამატებ მე, როდესაც ჩვენ, თუმცა მე უშუალოდ ვესწრებოდი, როდესაც მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ აქციის ორგანიზატორებთან და შესთავაზეს, ასე ვთქვათ, მიტინგის დაშლა. რომ შემდეგ უკვე დაშლას დავიწყებთ, მანამდე იქნებ დაცალო ტერიტორიაო და ეს ხდებოდა დაახლოებით 12 საათი და 15 25-ში ღამით
და დაახლოებით 10 წუთში უკვე მე და ბექა შორი ახლოს იყო, იქ ბატონ გურამ ფისხალავასთან და სხვებთან ერთად იდგა. შემდეგ მივედი ბექასთან, მოვკიდე ხელი, წავიდეთ მეთქი ჩვენ გავედით აქედან უკვე აქ რაღაცა საშინელებები მოხდება მეთქი, ბექამ კი ვიყავიო ჩასული თავისუფლებაზეო და მითხრა უკვე რომ იქ მთლიანი პერიმეტრია უკვე დაკავებულიო შეიარაღებული ხალხის მიერ და მე როგორც აღმოჩნდა უკვე ახალაიას ასე ვთქვათ პირადი შემადგენლობა იყო დათა ახალაიასი, შემდეგ გავსელებული ვიდეო კადრებით რაც დავასკვენით და წამოვედით პიონერის სასახლის ტერიტორიას, ჩამოვწდით, მეუახლოვდით მეტროს, ამასობაში თავისუფლების მოედნის მეტროსთან კანცელარიისკენ ასასვლელ კიბეებზე პატრულის ეკიპაჟი იყო ჩამდგარი და უკან გამოგვიშვა, აქედან ვერ აგიშვებთ, ანუ ჩვენ უკვე მოვდიოდით რეალურად, ვიფიქრე ან მაღლიდან თუ გადავიღებთ რაღაცას გადავიღებთ თუ არა და წამოვალთ ეხლა რომ შევატყობთ იქ რომ სიტუაცია ცოტა მძიმდებოდა უკვე და აზრი არ ქონდა არც პროტესტს, არც გადაღებას, არც პროფესიულ მოვალეობაზე ფიქრს, ვცადეთ უკვე გამოდიდება. მოხდა იქიდან ჩვენი გამოშვება, ასე ვთქვათ, გამოდევნა და წამოვედით უკვე თავისუფლების მეტროდან უკვე თავისუფლების მოედნისკენ. და იქ მოხდა უკვე, როდესაც ეს მოგვიახლოვდნენ უკვე ესენი, მიუხედავად ჩვენი ყვედილისა და მივეცი კომისიის წევრებს ვიდეო ეხლა არა ჩანს აქ და სადაც სხვათა შორის კამერა ჩართული მქონდა და მე გვიან აღმოვაჩინე ეს კადრებიც, კამერა ჩართულია, სადაც ჩანს ეს ჩართული კამერით სხვადასხვა წერტილები, ასე ვთქვათ, შეიარაღებული ნაწილები სადაც ჩანან და ხმა უფრო მკვეთრად ისმის, სადაც 20 ყვირი ვართ, ჟურნალისტები ვართ და იქნებ გაგვატაროთ და არ გვესროლოთ. ამის შემდეგ მოხდა პირდაპირ იერიში უკვე ასე ვთქვათ, სროლა დამიზნებით, მეტრანახევარი იყო, 2 მეტრა იყო თუ 2.20 არა, აქ ამას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ დაახლოებით მანძილი ეს იყო და უცებ მე რომ ჩავიჩოქე იქ და ვეღარ შევძელი ადგომა, იმიტომ რომ ფეხებში იყო ნასროლი ამ შემთხვევაში. ბექამ წამომაყენა და ეგრევე უკვე ორივეს, აი რო იყვენ დაგვაცალეს უკვე ზალპით მოგვიშვეს უკვე რასაც ქვია. შემდეგ გამოვიქეცით მაინც ეს სიმწარე კი მახსოვს, მაგრამ რაღაცა ალბათ ესია ადამიანი, როდესაც უფრო მეტ ტკივილს გზნობს, უფრო მეტად გარბის, ხო? ხო, ინსტინქტია ალბათ ესეც, გავდბივართ და აი ამ გარბენისას მახსოვს ერთი რომ მომხვდა თავში რაღაცა და მე მახსოვს უკვე ფრაგმენტი. ხო, ერთადერთი რაც მახსოვს და ცოტა ასე ვთქვათ ჭკუა ვიხმარე, როდესაც აი ამ ხამუთებით გვაბავდნენ, ყველას აბავდნენ, ხელები უკან უნდა ჰქონოდა და ისე უნდა დაებათ და მე რაღაც აღარ გამიზალიან და ეთყობა ის სპეციალიზმელი ან კარხასიაძე იყო დილით ამდღარი ფეხზე, მე წინ დავიჭირე ხელები, რომ ელემენტარულად თავის დაცვა უფრო შესაძლებელია ხოლმე, მაგრამ მე თავის დაცვაზე არ ვფიქრობდი, კამერა არ მინდოდა გატეხილიყო ფოტოაპარატი და კამერა გულზე რომ ეკიდა, მე ვიფიქრე ამით დავიცავ მეთქი იმას ფოტოაპარატს და უკან დაბმული შემთხვევაში კამერა უკვე გაუბედურებული იყო და წინ შემიკრა ხელები და ამან კიდე გადამასჩინა, იმიტომ რომ ნებისმიერი თავში დასტყმისას ხელს მაინც ვიშვერიებდი და აქეთ ამ ვხვდებოდა, აქეთ მხარეს უკვე მაჯაზე ვხვდებოდა, ან პირიქით და ხელების შესაბამისად დავიზიანე და სხვათა შორის მარჯვენა ხელზე დღესაც მაქვს დაზიანებები და დღესაც ვერ ვხმარობ, უკვე მყესები იყო გაწყვეტილი, სერიოზული მკურნალობა დამჭირდა თუ მყესი თუ როგორც ქვია სამედიცინო ენაზე. და მე უკვე ფრაგმენტულად მახსოვს. მე მახსოვს, როცა გამოვფხიზლდი, ასე ვთქვათ, უკვე ვეგდე იქ. მაშინ მქონდა აკრედიტაცია პარლამენტში, მქონდა კანცელარიაში აკრედიტაცია და ის ჩემი აკრედიტაციები პლუს ასავლისას, ასე ვთქვათ, საშვი ჩამომასთვა ერთ-ერთმა რიგითმა თუ ხელმძღვანელმა რა მნიშვნელობა აქვს, წაიღო და ებექამ სწორად აღნიშნა მე, როდესაც მოვიდნენ ასავლისას ჟურნალისტები, რომლები ხართ და მე ვთქვი არ იქა. მაშინ მაკა იყო გიგაური პარლამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მაკას სახელიც მოხსენე იქ, რომ აი მაკასთან გადაამოწმეთ მეთქი, რომ არა ვარ რაღაცა ისე ტყუილ ზღაპრებს არ გიყვები და რეალური ჟურნალისტი ვარ მეთქი და მეგონა გადაამოწმეს და ან მაკასთან ზარის შემდეგ ან რაღაცა მოვიდნენ და უნდა გავეშვით და თქვენ ხართ და მე კი დაიწყეს და იმის მერე აი გაათმაგებული ძალით და ძირითადად უკვე სახეში მისტყავდნენ მე. ძირითადად უკვე სახეში მისტყავდნენ, სახე მქონდა უკვე რაღაცა იმ დღეს ირაკლი რო ყვებოდა, მე თვითონ აი იმ მომენტში ავღელდი გედეინზე ყვებოდა სხვათა შორის აქ ამ კომისიის სხდომაზე, ისე ხონდა სახე გასიებული მამაცაშვილსო, რომ ამ ფოტოებზე არის 2 დღის მერე გადაღებული ფოტოები. როდესაც უკვე მეორე დღეს ბრიფინგი გავმართეთ, მესამე დღეს წავედით უკვე GCS-ში ბატონ ალექსანდრე გეჯაძესთან, ასე ვთქვათ, ექსპერტიზა გავიარეთ და 5 დღის მერე წავედით სამხარაულის ექსპერტიზაზე და 5 დღის მერეც კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომაც კი ვერაუარა გვერდი
ჩვენს დაზიანებებს. და სხვათა შორის იმაზე უარესი რაღაც სიმპტომატური რაღაცები ჩაწერა იმ დასკვნაში, რაც ბატონ ალექსანდრეს ეწერა. და ამ შემთხვევაში მაშინ იყო საუბრები, რომ გეჯაძე ეს ვექტორი არის, რომ აინც ოპოზიციასთან დაახლოებული, კერძო და შეიძლება რაღაცა იქ მანიპულაციებზე იყო საუბარი. მაგრამ სამხარაულმაც კი ვერ აუარა ჩვენს დაზიანებებს გვერდი და ეს იყო ნიშანდობლივი. მას შემდეგ დავდიოდით GCR-ში, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის ცენტრში. საკმაოდ დიდხანს მომიწია მე პირადად სიარული, 2 წელზე მეტხანს დავდიოდი უშუალოდ ბატონ ქალბატონი ხათუნა იყო ჩემი პირადი ექიმი ჭოიძე და დღესაც კიდევ ერთხელ უდასტურებ პატივისცემას და მადლიერი ვარ მისი, იმიტომ რომ არა GCR-ი მე რამ მდგომარეობაში ვიქნებოდი კიდე კაცმა არის, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა ამაზე უარესიც უნახავს ყველას, მაგრამ რაც ჩვენ იმ ღამეს იქ ვნახეთ საგან ბექამაც შენიშნა იქ მეტად ნახევრის მოშორებით ეგდო მამაკაცი თავი ჰქონდა შუაზე გადახლეჩილი რასაც ქვია და ერთი თხოვე რომ ან წყალი მაინც მიაწოდეთ რაღაცა კვდება მეთქი ადამიანი და შენ ეგ როგორ გაბედე როგორ თქვიო და შემდგნენ და პრაქტიკულად ხან ბექა მეფარებოდა ხან ბექას მეფარებოდი რომ რაღაცნაირად დაგვეცვა თავი მაგრამ სინამდვილეში ორივენი დავზარალდი და იქ ერთ-ერთმა პოლიციელმა სხვათა შორის და მას შემდეგ არც მინახავს, ჩემი ძველი უბნელი იყო, აი იერით როცნობ ადამიანს, ოღონ არც გამომცნაურები ვარ, ერთადერთი შემომხედა და დამინახა და გვერდზე თავის კოლეგას უთხრა აღარ დაარტყაო, ისე გაიყვანე, გაარიდეო ავტობუსებისკენ წაიყვანეო და აი ამ ავტობუსებისკენ სავალ გზაზე შეხვდა ირაკლი კი გაუკვირდა თავიდან ვერ მიცნო თითქოს, მაგრამ რო უთხარი მე იკა მე ვარ გიორგი ვარ მეთქი და იქნება რაღაცა ფორმით ჩაერიო რომ გაგვიშვან მეთქი და დაუდასტურო რომ ჟურნალისტები ვართ მეთქი და ამ ყველაფრის მე ირაკლიმაც დაადასტურა რა თქმა უნდა და იქ იყო მცდელობა რომ ეს ხამუთები გაეჭრათ, მაგრამ ბოლოს სპეციალისტებმა გადაიფიქრა და კაი გვარიანი ასე ვთქვათ დაბულინგების თუ პირადი შეურაცხყოფის და ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ უკვე ასე ვთქვათ გამოგვდევნეს აქეთ და მე უკვე აუყევით უკვე ლეონიძის ქუჩას და ავედით ჩემი მეგობრის მაშინ ჩემი შეყვარებულის და დღეს უკვე ჩემი მეუღლის ბინაში, სადაც მთელი ღამე გავათენეთ და იმიტომ რომ გარეთ გამოსვლას აზრია ჰქონდა და პრაქტიკულად პირველადი დახმარება რაც იყო იქ რომელიც სასწრაფოზე ვლაპარაკობთ მაშინ პირველადი დახმარება რაც იყო მაშინ აი ოჯახში აღმოგვიჩინეს რა და ეგ იყო და მეორე დილიდანვე უკვე ამ ტვინ შერყეულები და დაზიანებულები და დაზარალებულები არ ვიცი ამას რა ქვია წამოვიდით უკვე ირმასთან პრესკონფერენციის ჩასატარებლად და ერთ-ერთი ალბათ ნათელი წერტილი მაშინაც ობიექტივი გახლდათ იმ პერიოდში, როდესაც თუ კი რამე, იმიტომ ყველა ტელევიზია უკვე ან სააკაშვილსა და ჯიბეში ან გაუქმებული და გაჩერებული იყო და ობიექტივი იყო რაღაც თავისუფლების კონსულად ქცეული იმ პერიოდში, სადაც შეგვეძლო თავისუფალი და მასთალის ტყვის თქმა იმ პერიოდში. და ამისთვის დღესაც მადლობას ვუხდი ირმა ინაშვილს. ეს იყო და ეს მოუკლედ თუ რამე კითხვებია დამატებით მე საათვარ გიპასუხოთ. ქალბატონმა ნონა გაფრინდაშვილმა ხელ თქვა რომ მათ შეუთვალეს ხელისუფლებას რომ 12 საათზე უნდა დაწყებულიყო კონცერტი 2 საათი შეიძლება გაგრძელებულიყო არ ვიცი ხა ამ წვიმაში შეიძლება 2 საათიც ვერ გაგრძელებულიყო რის შემდეგაც დაშლას აპირებდნენ თუმცა მიუხედავად ამისა მაინც დაიწყო ეს დარბევის ოპერაცია ეხლა დაუშვათ ხელისუფლებამ არ დაიჯერა რომ დაშლას აპირებდნენ მეორე დღეს უნდა ყოფილიყო აღლუმი 26 მაისია და ჩავთვალოთ რომ ხელისუფლებას ჰქონდა ლეგიტიმური უფლებაც რომ გაეწმინდა მაგრამ ამისთვის უბრალოდ უნდა დაეტოვებინა გასასვლელი ხო თქვა სიტყვაზე გაწმინდა მოედანი იყო თუ არა ასეთი გასასვლელი არა თუ გასასვლელი გენდომებინათ ბატონო სოზარ არა თუ გასასვლელი არ იყო დატოვებული პირიქით აი თელი შემართება თითოეული სპეცრაზმელის თითოეული იმ ჯალათის ან ჯალათის მომსახურე პერსონალისა იყო ერთადერთი რამ თითოეული ადამიანი დაეჭირათ შეეკრათ ხელფეხი დაეგდოთ მიწაზე ეცემათ მე ავტობუსში აეყვანათ ან მოეკლათ მოხუცი ქალბატონი იყო აი როდესაც კარზებში ჩანს მოხუცი ასაკოვანი ქალბატონი ჩანდა როდესაც მე და ბექამ გავდბოდით სანამ ჩვენ დაიწყებდნენ ჩვენს დევნას ასე ვთქვა და უკანა გზაზე დაცხილვას თუ რაც ქვია ის მოხუცი ქალბატონიც კი რა მნიშვნელობა აქვს მომიტინგია თუ არა მოხუცი ქალბატონია ხო ასაკოვანი ქალბატონია გაატარე მიდის ხო გაატარე გაუშვი ის ხო საფრთხეს არ გიქმნის იმას ას ოლე სიმღერა შეუძლია ას ხელკეტი უჭირავს ხელში ას რაღაც ტყუი და ფეირვერკებს და ზალპებს არ უშვებს მოხუცია ხო გაუშვი არა ეს იყო მიზანმიმართულად დაიჭირეს ის ხელკეტი ისე არა მე არ დამინახავს
ხელკეტი არ დამინახავს, თუმცა იქ ყოველთვის ხდება, ახლა შეიძლება მსგავსიც იყო, ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში, როდესაც იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით, ხელკეტიანი მინახავს კი არა, პირიქით ყველა დაბული იყო და ყველა მიწაზე ეყარა და სხვა შორის აი თავისუფლების თუ კი სადმე ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, ადამიანი გდია შეკრული და დასახიჩრებული არის თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია. აი გედენიძის, აბდალაძის, აივაზოვის და სხვების გადაღებულ ფოტოებზე აშკარად ჩანს. ვინც მიდიოდა რეალურად ეს არის, ვინც გარიდებას და განრიდებას ცდილობდა იმ ტერიტორიიდან, ისინი არიან დაჭერილები, ისინი არიან ნაცემები და ისინი არიან დაგდებულები ასფალტზე, იმ წვიმაში და თავსხმაში და უბედურებაში და ხელებს შეკრულები და კი უყურებს რაც არის. კიდევ ერთი და სხვათა შორის ბოდიში ჯაბა ხუბუა იყო ჩვენი კოლეგა, ასევე ასავლე ჟურნალისტი, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღმოაჩინა რომ გვამები იყო შემოდებული იქ ჯიხურის სახურავზე. მეორე დღეს, როდესაც ჯაბა გავიდა და დაინახა ეს შეჩუქებული ხალხი, ჩამოასწრეს აპარატიც, ფოტოაპარატიც, ჯაბასაც ყველაფერი, ოღონდ მშვიდობიან ფორმებში ყველაფერი და ჯაბამ ახლა ჩვენი გაზეთი იყო, გაზეთი და სადა ელექტრონული ვთქვათ, ასე ვთქვათ, საინფორმაციო სააგენტო საიტი და ჯაბამ მე უკვე სხვა კოლეგებს, მე მგონი ინტერპრეს ნიუზს გადაუგზავნა ეს ინფორმაცია და ინტერპრეს ნიუზზე გავსწრდა შემდეგ უკვე პირველად ის რომ გვამები იპოვეს, იქ წყალებში დენდასტყმული გვამები იპოვეს სახურავზე თავისუფლების მოედანზე. გამომცემლობა სამშობლოს თემას რომ მეუბრუნდეთ. გამომცემლობა სამშობლო თქვენ თქვით რომ ასეულობით რედაქცია და ათასობით ჟურნალისტი, მე მგონი ცოტა გადაჭარბებულია, მაგრამ რამდენი არა, დაახლოებით ათეულობით რედაქცია და 1000-მდე ჟურნალისტი იყო იმ გამომცემლობაში, არ არის გადაჭარბებული ნამდვილად. სად წავედით შემდეგ ეს გამომცემლობები? ბევრი დაიხურა, ბევრი გააჩერდა მუშაობა ბევრმა, იმიტომ რომ ფიზიკურად რესურსი აღარ იყო, ხა ქირის გადახდა ყველას არ შეეძლო იმ ფასებით, რა ფასებიც იმ პერიოდში იყო. შემდეგ ბევრმა რაღაცა გაერთიანება შეძლო, იგივე საქართველოს რესპუბლიკა მაგალითად თუ ჰქონდა თქვა იქ დიდი ფასი რაღაც ამოვიდა, მე ოროთახიანი ბინაში იქირავეს და ისკიდან დაიწყეს გაზეთის გამოცემა. კავკასიამ ცალკე წავიდა იქ და ლეონიძის ქუჩაზე იყო მე მგონი მე კავკასია. არქივები და არაფერი განადგურდა. რაღაცა ნაწილი გადასჭა. აი გეტყვით ახლა თემას. იმ ღამეს, როდესაც გამოგვაგდეს, შემდეგ სხვათა შორის დილით შემიშვეს მეც. ოღონ მარტო ერთი კაცი შემიშვეს, რაც გინდაო გამოიტანეო, ნაწილი ოღონ ღამე უკვე ის იყო დარბეული იყო ნაწილი. და შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს უკვე თითო ადამიანს უშვებდნენ რედაქციებში, რომ თავიანთი რაღაცა კუთვნილი ნივთები წამოეღოთ. მაგრამ იმდენად უკვე იავარქმნილი იყო შიგნით ტერიტორია და მის ფოტოებიც არსებობს და გამოქვეყნებული გვაქვს ჩვენ გაზეთში. ნუ იქ ახლა ვის რა მასალას წამოიღებდა და ვინ რა მასალას იპოვიდა, უკვე აზელილი იყო ყველაფერი ერთმანეთში და არეული იყო იქ. თუმცა მეორე და მესამე დღეს უკვე რაღაც საშვებით და სპეციალური ნებართვებით ადამიანებს უშვებდნენ უკვე თავიანთ ოფისებში, მაგრამ და იმ დღეს ერთმა მითხრა არავითარი ძალადობა არ ყოფილა, კი, მე აღარ ყოფილა ძალადობა. იმ პირველ ღამეს იყო ძალადობა, როდესაც კონახების ეს ტყმებით გამომაგდეს მეც და ასავლის ჟურნალისტებიც და თანამშრომლებიც იქ იმ ღამეს. იმიტომ რომ ღამე მოხდა ეს შემოჭრა, ღამე მოხდა ოკუპირება, ასე ვთქვათ, ტერიტორიის და ღამე მოხდა ამ ხალხის შენობის განთავისუფლება უნდათ ღამე. შემოშე მეორე დღეს ვეღარავინ ვეღარ შესულიყო და ვესჩევი და ვეღარავინ. და იმის შემდეგ ვეღარავინ ვეღარ შევა, ვეღარასოდეს და აღარასოდეს იქნება სამშობლოს ჟურნალისტების. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან იყო ჟურნალისტების თანხით აშენებული ეს შენობა, თუმცა შემდეგ 92-ში რაღაცა манипуляციებს ჰქონდა იქ ადგილი და რაღაც სხვა ისტორიები იყო და იქ მე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაიტანეს და ასე შემდეგ. და ამაზე უფრო სულად და დეტალურად არიან ჩემი კოლეგები, რომლებიც ისაუბრებენ და რომლებიც უფრო მეტი დეტალებში არიან ჩახედულები იმ პერიოდის პერიპეტიებში. მე იმ პერიოდში ვიყავი ჟურნალისტი და ჩემი მიზანი იყო რომ სამშობლო დაებრუნებინათ ჟურნალისტებისთვის და მაშინ ამის წინაპირობა იყო, შეიძლებოდა მაშინ იყო მოლაპარაკებების გამოსყიდვაზე, რაღაცა ერთობლივ რაღაცა ამხანაგობის შექმნაზე, იქ სასამართლო დავებიც იყო. ყველა ნაბიჯს ვდგამდით იმის საპირწონეთ რომ გამომცემლობა სამშობლო ისევ ყოფილიყო ჟურნალისტების, მაგრამ მას შემდეგ დავდივარ და თუ პათეტიკურად ვიტყვით სამშობლოს ვეძებ. მადლობა დიდი. ბატონი ილია. კიდევ ერთხელ მინდა
დავაზუსტოთ. თქვენ ახსენეთ ამერიკის საელჩოს თანამშრომელი ჯონ ბასი. ელჩი იყო, ხო? და ეს რაში იყო ჯარეული? 26 მაისის დარბევის საქმეს აკონტროლებდა პირადად ვანო მერაბიშვილი ჯონ ბასის დავალებით. ასეთი იყო ინფორმაცია, ასეთი იყო ჟურნალისტი. წარმოადგენს ეს კაცი. დღეს არ ვიცი სად არის. ჯონ ბასი დღეს არ ვიცი სად არის, მაგრამ ამერიკის ელჩი ჯონ ბასი, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და დათა ახალაია პირადად არიან პასუხისმგებლები 26 მაისს ჩადენილ სისასტიკეზე და ჯალათურ ქმედებებზე. აი ეს 4 ადამიანი არის პირადად. და ეხლა არავინ არ ათქვას, რომ ამერიკის საელჩოს მწვანე შუქის გარეშე სააკაშვილი გაბედავდა ეს ინფორმაცია საიდან გავა? ჟურნალისტურ წრეებში ეს გავრცელებული ინფორმაცია იყო. ეხლა მტკიცებით ფორმაში მე ამას რა თქმა უნდა არ ვიტყვი და ვესც ვიტყვი, მაგრამ ხანდახან არის რაღაცა რაც არ მტკიცდება, მაგრამ სიმართლეა. მადლობა, ეს მინდოდა დამეზუსტო. კი ბატონო. ბატონო გიორგი, სამშობლოს საკითხი, როცა გამოდევნეს იქიდან მომუშავეები. ქონებრივი თემა იყო, რომ ეს შენობა ჩაეგდო სააკაშვილს და სახელმწიფოს ხელში, თუ აზრის შახშობის მცდელობა იყო უფრო მეტად? ქალბატონ თეა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 2004 წლიდან, 2003 წლის ნოემბრიდან ყოველი დღე თენდებოდა იმისთვის, რომ ან ქონება ჩაეგდო სააკაშვილის რეჟიმის ხელში, ან მილიონები ჩაეტანა რომელიღაც მდიდარს, ან ჩინოვნიკს და შეევსო ამით მათი პირადი თუ ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ბიუჯეტი. თუ ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ გაენეიტრალებინათ და აღარ ყოფილიყვნენ წონადი ფიგურები ან ორგანიზაციები, მედია საშუალებები. მე არ გამოვრიცხავ არც წესს და არც მეორეს, ახლა შუა რუსთაველზე ამ ხელოვნების ხელში ჩაგდება, არ იყო პატარა საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტი და ასე ვთქვათ, გუნდიც მზად იყო საიმისოდ, რომ შესულიყო ამ თემაში, მოლაპარაკებაში და სამშობლო გამოესყიდათ ჟურნალისტურ რედაქციებს. ამაზე რა თქმა უნდა იმ პერიოდის ხელისუფლება არ წამოვიდოდა და არ წამოვიდა. გადაიფორმეს ავტომატურად მთლიანად და შემდეგ რაგე ბატონ თემურ უგულავას მისცეს ეს ლარად გადასცეს და კი აშენდა რაც აშენდა დღეს. და რედაქციები მაპატიეთ ჟარგონისთვის მაშინაც ფეხებზე ეკიდა იმ ხელისუფლებას და იმ ხელისუფლების წარმომადგენლებს და დღესაც ფეხებზე ეკიდია მაპატიეთ ამ ტერმინისთვის, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ვიტყვი რომ ეკა კვესიტაძე არის ჟურნალისტი და ყველაზე მთავარი დამავიწყდა მაპატიეთ ეკა კვესიტაძე ეგრეთ წოდებული ჟურნალისტი, მისი მეუღლე უტიაშვილი მაშინ გახლდათ ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი და ასე ვთქვათ რაღაცა პიარის ამბებში იყო ჩართული. გამოვიდა 27 მაისს და განაცხადა, რომ არც ერთი ადამიანი რეზინის ტყვით დაზიანებული არ არის 26 მაისსო. სიცრუეაო. ანუ ის რაც თქვენ ახლა იმ აყურებელი კადრებში ხედავს, იყო ტყუილი. ეს იყო უტიაშვილის განცხადება და შემდეგ უფრო ცუდი განცხადებაც გააკეთა. ახლა დიდიო ტაქსისტები თუ დაზიანდნენ, თითქოს ტაქსისტები ადამიანები არ იყვნენ. და ის ნაგავი მართლა ლევან ხაბეიშვილი, ამას ბოდიშის მოხდის გარეშე და უაპელაციოდ ვამბობ, ნაგავი ლევან ხაბეიშვილი 27 მაისს გამოვიდა 2011 წლის და ნაგავი გავიტანეთ რუსთაველიდანო. აი ამ ხალხის ხელში იყო ეს ქვეყანა და ამ ხალხს უნდა დღეს კიდევ აქ მოდალის კითხვა. აი ამ ხალხს. მორალის გარდა დაბრუნება უნდათ, რაც და მეორე დღეს იდგნენ იქ თავისუფლების მოედანზე სისხლით მოწყულ რუსთაველზე და ეს გიორგი ვაშაძეს ბეყე, ჭიჭე ვაშაძე ეს ოზდენებს იღებდა სააკაშვილისგან. არა მხოლოდ ჭიჭე ვაშაძე. ხო, აღარ მინდა ყველა გვარის ჩამოთვლა შევწავალთ. ხო, ეს გვარები დაერთვება ჩვენს დასკვნას, რა თქმა უნდა. ისტორიას დასჭება ყველაფერი მაინც. ბატონო გიორგი, თქვენ ახსენეთ გურამ შარაძის მკვლელობა, დღეს მისი მკვლელობის დღეა. მივაგებთ ჩვენ მას პატივს და სანამ ქალბატონ რუსუდან შარაძეს მოვუსმენთ ჩვენ მიმდინარე კვირაში, რა კი თქვენ ახსენეთ, რომ თვითმხილველი ყოფილხართ? ყოველ შემთხვევაში გარდაცვალებიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე ბრძანებულ ხართ, იქნება ამის თაობაზე დეტალურად გვიამბოთ. ვიყავი გამომცემლობა სამშობლოში, როდესაც ბატონმა არმაზმა დამირეკა ცხონებულმა სანებლიძემ, ეხლა მოვდიოდიო რედაქციისკენო და ავტობუსიდანვე დამირეკა, ავტობუსით მოდიოდა, ნუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოდიოდა და დავინახეო, რომ გურამ შარაძე ესწავლესო შანიზის კუთხეშიო. ეგრევე იმის თქმა იყო და ეგრევე გავაზდი, რა თქმა უნდა, ადგილზე დაახლოებით 5 წუთში, 6 წუთში უკვე ადგილზე ახლა გამომცემლობა სამშობლოდან შანიზის ქუჩა იქვია და ფეხით ავირბინე, რა თქმა უნდა, თან ფოტოაპარატით. პირველი კადრები, ერთ-ერთი პირველი კადრები მისი გარდაცვალების
მისი ასე ვთქვათ, უკვე გარდაცვალების შემდგომი კადრები ჩემი გადაღებულია. რა თქმა უნდა, იქ შემოღობეს ტერიტორია, რა თქმა უნდა, ეხლა იქ ას მკვლელს მაჩვენებდა არავინ და ას ჩემს დასანახად დაიჭერდნენ მკვლელს. თუმცა ზუსტად შადაძეს აქვს საკმაოდ ისეთი დიდი ძიება ჩატარებული გურამ შადაძის მკვლელობაზე, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში მე ახლა მკვლელზე არ მინდა საუბარი და მკვლელობის იმ დეტალებზე არ მინდა საუბარი. გურამ შადაძის მკვლელობით მათ მიაღწიეს მიზანს, რომ ამით დააშინეს პროფესურა, აკადემიკოსები, აი ეს ინტელიგენცია, ის ნაღები საზოგადოება, ქართველი საზოგადოებისა დააშინეს გარკვეულწილად, იმიტომ რომ თუ ხვალ არ იქნები ჭკვიანად, იგივე ბედი გელის, რაც მოუვიდა გურამ შადაძეს. ეს ხო მთავარი მესიჯი იმ პერიოდის ხელისუფლებისა. თქვენ რომ მიხვედით უკვე გარდაცვლილი. უკვე გარდაცვლილი იყო, კი, უკვე აი იმ პროცესში მივედი, როდესაც ასე ვთქვათ, იმ გადასაფარებელს აფარებდნენ უკვე მიცვალებულს. კარგი, კითხვები ხომ არ არის, ბატონი სოზარი? ხო არა, მაგრამ უბრალოდ წეგან თქვენ ახსენეთ ლაშა ბუღაძე, რასაც წერდა ქალბატონ ნონა გაფრინდაშვილზე, რომ საბჭოთა ეპოქის ადამიანი თუ რაღაც მსგავსი უწოდა. ნონა გაფრინდაშვილი არის სიამაყე ქართველი ერის და ეს დარჩება მუდამ ასეთად მართლა სოციალური ლეგენდა, რომელმაც ეპოქა შექმნა, ეპოქა რომელიც არ განმეორებულა მსოფლიოს არც ერთ ქვეყნის ისტორიაში, როცა ერთ სპორტში ერთი ქვეყანა 40 წლის განმავლობაში თითქმის იყო მუდმივად გამარჯვებული, ჩემპიონები იყვნენ. ეს ეპოქა შექმნა ნონა გაფრინდაშვილმა. ყველა შემდეგი ადამიანი იყო სწორედ აი ნონა გაფრინდაშვილის მაგალითზე იზრდებოდა და დღესაც რომ ძლიერია ქართული საჭადრაკო სკოლა ქალებში განსაკუთრებით არის სწორედ მისი დამსახურება. იშვიათი შემთხვევა კი არა, აბსოლუტურად არ ყოფილა მსგავსი, რომ როცა პერიოდულად ორი ქართველი ხდებოდა ერთმანეთს ფინალში, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში და ლაშა ბუღაძე და მამამისი, რომელიც ნახევარფინალში 4 ქართველი, იქიდან 2 გადიოდა ფინალში. და ლაშა ბუღაძე და მამამისი დღეს რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ პატრიოტებზე, ეს ლაშა ეს გია ბუღაძე იყოს, რომელიც სწორედ ხატავდა ლენინის პორტრეტებს და დღეს თავს იმართლებს იმითი, რომ კგბ-ს საკვეთა იყო, დეკანი იყო კგბ-შნიკიო და კგბ-ს საკვეთა იყო და კგბ-ს საკვეთებს ვასრულებდიო თვითონ ამბობს და ამ მართლა ადამიანზე, რომელიც აი სანთელი არის საქართველოს ისტორიაში და თითოეული ქართველისთვის იმაზე ბედავს ასეთ გარეწრული განცხადებების გაკეთებას. უბრალოდ ეს მინდოდა მე თუ ბატონ სოზარ, რა შორს მივდივართ. ლაშა ბუღაძე, გია ბუღაძე, ზაზა ბურჭულაძე, ეს ის ხალხია და ეს ის ბრჭყალებში პოეტები და მწერლები არიან, რომლებიც პირნათლად იცავენ კახა ბენდუქიძის იდეოლოგიას. როდესაც კახა ბენდუქიძე, ნიკა გილაური, მიხეილ სააკაშვილი, სხვაები კიდე რამდენიმე მათგანი, სხვათა შორის გამოქვეყნებულიც გვქონდა დაიჯესის ეს წინა ნომერში, სხედან საუბრობენ და მასხრად იგდებენ წმინდა გიორგის, მასხრად იგდებენ ქართულ ეკლესიას, მასხრად იგდებენ ყველა წმინდანს. რაღაცას ხორხოცებენ, იცინიან. ეს არის მათი იდეოლოგია. რომელი იდეოლოგიაზე თამარ მეფეზე რაც ლაშა ბუღაძე მიკადრა ახლა ნონა გაფრინდაშვილის გვიკვირს. უბრალოდ გულსატკენია და მისაყურიზირებელი არ არის, თორემ გაკვირვებით მათგან აღარაფერი აღარ გვიკვირს. საკვირველი ის არის ეს, რომ არ თქვან მათ. ზაზა ბურჭულაძეს დღეს წერლობაზე რომ მოაქვს, რაც მან ბერგაბრიელზე და საკუთარ დედაზე და ყველა წმინდანზე იკადრა. რაღაცზე უნდა ვილა, ესენი დგანან მე ამ აქციებზე. ესენი ურეცხავენ ამ ახალგაზრდობას ტვინს და ამიტომ არის კიდევ ვიმეორებ და არ დავიღლები ამის თქმით, ამიტომ არის ამ კომისიის ფუნქცია ყველაზე მრავალმნიშვნელოვანი, რომ ეს ამ თაობამ ნახოს. აი ამ იდეოლოგიით ცხოვრობდა ეს ხალხი, რომლებიც დღეს მორალს გვიკითხავენ. აი ამ ჯალათური რეჟიმის მსხვერპლები კი არ იყვნენ ეგენი, იყვნენ იდეოლოგები და იდეოლოგიზირება ხდებოდა. და ხატოვნა თუ ვიტყვით რაღაცა მითოლოგიური პირები შექმნეს ახლა ლაშა ბუღაძე თურმე. რას ლაპარაკობთ? და ლაშა ბუღაძის გვიკვირს ნონა გაფრინდაშვილზე რამე თქვა პირიქით. ალბათ კარგია რომ თქვა, იმიტომ ლაშა ბუღაძემ უნდა თქვას, რატი ამაღლობელმა უნდა თქვას, ზაზა ბურჭულაძემ უნდა თქვას, იმიტომ რომ მათგან სხვა პოზიტივი მე გამოვდიცხავ ყოველ შემთხვევაში. ეს არის და 26 მაისი მიკვირს თურმე უარესებიც მომხდარა, რა თქმა უნდა. ამაზე მეტი უარესი რა უნდა მოხდეს, წმინდა გიორგის მასხრად იგდებდნენ პირადად ქვეყნის პირველი პირი, მთავარსარდალი, რომელმაც უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას და სხვა ქვეყნის გარეწრად ჩაეწერა ისტორიაში. და ამაზე უარესები, რა თქმა უნდა, ხდება 26 მაისზე უარესებიც.
კი, ვეთანხმები იმ ჩემს ეგრეთ წოდებულ ფრენდს Facebook-ისაც და ჩემს კოლეგას სხვათა შორის. რა თქმა უნდა. მაგრამ ის რაც ხდება, ეს აღარ უნდა მოხდეს ხვალ ზეგ და მაზეგ და იმიტომაც არის რომ სწორი ნაბიჯებით უნდა წავიდეს და მეორე ბუჩა და მარიუპოლოთ არ უნდა იქცეს ეს ქვეყანა და ამისთვის არის ეს კომისია, ოღონდ კომისიის მთავარი მიზანი და თუნდაც სახელმწიფოს ის კი არ უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა აიკრძალოს. მიზანი ის უნდა იყოს რომ იმ პოლიტიკოსთა პარტიაში აიკრძალოს ქართულ პოლიტიკაში რომლებიც ზოგი ნაციონალურ მოძრაობაშია გადაპოსტირებული და ზოგი სხვაგან. პიროვნებებზია აქ საუბარი, იმიტომ რომ ის პიროვნებები ქმნიან იმ ეს პარტიასაც და იმ მეორესაც და ეს ჯალათური რეჟიმის იდეოლოგები არიან პასუხისგებაში მისაცემები. მე არ ვიზახი დავიჭიროთ, მინიმუმ უნდა აიკრძალოთ მათ გასულ ერზე მორალის კითხვა. მინიმუმ ეს არის ჩემი პოზიცია. და 26 მაისიც სხვანაირად გაახსენება ისტორიას და 7 ნოემბერიც. მადლობა. მადლობა ღმერთს, თქვენ ცოცხლები ხართ ორივენი, მაგრამ იმაზე უარესი ბევრი მომხდარაო. პრინციპში რა უნდა მოხდეს იმაზე უარესი, რაც მოხდა ნიკა კვინტრაძესთან დაკავშირებით, ან სული გვასათიანი. ნამდვილად. ადამიანები, რომლებიც ფოტო არსებობს ნიკა კვინტრაძის ცოცხალია და ამის შემდეგ ვითომ სადღაც და სხვათა შორის გუშინ ბატონ გიამ სხვა გვარებიც დაასახელა. კი. გვარებზეც ალბათ გადავვალთ შემდეგ რომეც მოვიკლოთ, მაგრამ ეს იყო უბრალოდ მადლობა ღმერთს, რომ ცოცხლები ხართ, თუმცა დიდი შანსი იყო, რომ ეგ არ ვერ მომხდარა. მარკ ტვენი ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ ცოტათი გაზვიადებულია. ბატონო გიორგი, დიდი მადლობა თქვენ. მადლობა თქვენ. ბრძოლისთვის, რაც თქვენ გაწიეთ, ბატონი ბექას გამოსვლა იყო ასევე ცუდი გაგებით შთამბეჭდავი, იმიტომ რომ ძალიან ძნელია ამდენი წლის მერე კვლავ ამას უსმინო და ჩვენ მოწოდებული ვართ რომ ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია აისახოს და შეფასებები გაკეთდეს ჩვენს დასკვნაში. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან თანამშრომლობას, თუ თქვენი სურვილიც იქნება. იმიტომ რომ არაერთი სტატია და გამოქვეყნებული ფოტომასალა ჩვენთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დასკვნაშიც აისახოს და დანართადაც იქცეს ჩვენი დასკვნისა. რაც შეეხება ამ ეგრეთ წოდებულ ბორკილებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნივთია, რომელიც თქვენ კომისიას წარმოუდგინეთ და თუ წინააღმდეგი არ იქნებით, სამდივნო გაფრთხილებულია, დავასურათებთ და ეს გახდება დასკვნის ნაწილი, იმიტომ რომ ბევრი ამბობს ბორკილები დამადეს. სინამდვილეში ეს არ იყო ბორკილები, ეს და არ ამგონია ვინმეს კონდეს შენახული იქ ისეთ სიტუაციები იყო და ჩვენ ვინაიდან უფლის მადლით რაღაცა ფორმით და ირაკლი გედეინიძის დამსახურებით გავერიდეთ და თან ბორკილებიც არ მომხსნეს და აღარ მოგხსნეს, გადაიფიქრეს, თორე უნდა მოეხსნათ. შემდეგ უკვე შევინახე რელიქვიათ რა. ეს წარმოუდგენელია და მომავალში კიდევ უფრო მეტი ფასი ექნება ამ ფოტოებს, იმიტომ რომ წარმოუდგენელია პოლიციის ამგვარი და სახელმწიფოს ამგვარი ძალადობა საკუთარ ხალხზე. ბატონმა გია ბურჯანაძემ გუშინ ისიც გითხრა, რომ სწორედ აი ამ ეგრეთ წოდებული ბორკილების გამოყენების შედეგად ის დღეს თითებსაც კი ვერ ყოფს, იმიტომ რომ დაზიანებული აქვს მყესები. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მობრძანებისთვის. ჩვენ ბონდო მძინარაშვილს უნდა მოვუსმინოთ და წავიდეთ ხდომის დახურვისკენ უკვე ბატონი ბონდოს მოსმენის შემდეგ. დროებით გემშვიდობებით და სამდივნოს ვთხოვ, რომ გაგაცილოთ, რა კი ჩვენ ამას ვერ ვაკეთებთ ჩვენ თვითონ. მადლობა თქვენ. მადლობა, უღრმესი მადლობა, დიდი მადლობა ნახვამდის. ვთხოვოთ ბატონ ბონდოს რომ შემობრძანდეს. კარგი იქნება თუ ამ ფოტოს გამოვთავთ, იმიტომ რომ